საღამოშვიდობისა მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. დღევანდელი გაშლა მინდა მიუძღვნა მხოლოდ ქალბატონებს. ჩაიფიქრეთ თქვენი საყვარელი პიროვნება, თქვენი პარტნიორი, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ, რას ფიქრობს და რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენს მიმართ. ჯერ გავიგოთ, თქვენი პარტნიორი როგორი პიროვნება, რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე. გავიგოთ, როგორია თქვენი პარტნიორი. საინტერესო. ვიტყოდი ასე, რომ პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკის ადამიანია. საკმაოდ ღრმა ადამიანია, ღრმა ემოციები აქვს ძალიან. ასევე მინდა ვთქვა, რომ არის სიძლიერე, რაში გამოიხატება მისი სიძლიერე. ცხოვრებაში თუ რაიმე პრობლემა, რაიმე წინაღობა შეხვდა, ან რაიმე დაუსრულდა ცხოვრებაში, მისთვის ეს არ წარმოადგენს რამე დიდ სანერვიულოს და დეპრესიაში ჩავარდნის მომენტი არ აქვს არასდროს. მოკლედ, თუ რაიმე დასრულდა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი ეს ცვლილებები, ეს ტრანსფორმაცია სასიკეთოდ გამოიყენოს, აი სულ მოქმედებებში, სულ მოძრაობს, სასიკეთოდ გამოიყენოს, ისწავლოს ამ რაიმე სირთულეებიდან რაღაცა გაკვეთილები გამოიტანოს, სხვათა შორის ძალიან კარგი ჩვევები აქვს და ძალიან კარგი სწორად მიყავს თავისი ცხოვრება, ასე ვთქვათ. ასევე მინდა ვთქვა, რომ შეიძლება რაიმე ისეთ სამსახურში მუშაობს, სადაც ხშირი გადაადგილება უწევს, ან მოგზაურობა უყვარს ძალიან, აი ესეთი გადაადგილება რომ უყვარს, ისეთი პიროვნებაა და სულ რაღაცას რომ აკეთებს, სულ რაღაცაში აქტიურობს, სულ მოძრაობაშია, მოკლედ. ესეთი პიროვნება გვყავს დღეს. და გავიგოთ, რას ფიქრობს ეს პიროვნება თქვენზე, ხო? რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე? აი ეს პიროვნება, ვინც ახლა დავახასიათეთ, რას ფიქრობს თქვენზე? საინტერესოა. თქვენზე ამ წუთას ფიქრობს ასე, რომ აი ამ წუთას შეიძლება რაღაც ისეთი გაურკვეველი სიტუაცია გაქვთ, ზოგადი ფონი ესეთი იყოს თქვენი ურთიერთობის, რაღაცაში ვერ გაერკვიეთ, ან უბრალოდ გაწყვეტილი გაქვთ ამ წუთას ურთიერთობა, ხო? ან გაქვთ კავშირი, მაგრამ რაღაცაში ვერ უგებთ ერთმანეთს, ხო? ფიქრობს, რომ თქვენზე ფიქრობს, რომ ძალიან სამართლიანი პიროვნება ხართ და ძალიან მალე დაასრულებთ აი ამ გაურკვევლობებს, ძალიან სწრაფად არჩევანს გააკეთებთ, რაღაც არჩევანზე აქვს საუბარი, რაღაცა ის ფიქრობს, რომ თქვენ რაღაცა არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი, ხო? რაღაცა არჩევანს გააკეთებთ ამ ურთიერთობის სასიკეთოდ. და თუ დაუშვათ არ გაქვთ კონტაქტი, ფიქრობს, რომ თქვენ გააკეთებთ არჩევანს, გელოდებათ ის და თქვენვე გადმოდგამთ მისკენ ნაბიჯებს, რადგან ეს ურთიერთობა ძალიან ესე დინებას მიყვება ამ წუთას, არაფერი არ იცვლება, უზომოდ მოწყენილობა, ერთფეროვნება ამ ურთიერთობაში და ეს ადამიანი თქვენ გელოდებათ, რომ თქვენ უნდა
თქვენი გასაკეთებელია რაღაცა ამ ურთიერთობაში, აი რაღაც არ ვიცი ვისთან რა სიტუაცია არის, თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი. შეიძლება თქვენ დაუსრულეთ ეს ურთიერთობა, ან უთხარით რომ რაღაცები არ მოგწონთ ამ ურთიერთობაში და ამის გამო არის ესეთი გაურკვევლობა და ამიტომ გელოდებათ თქვენ რომ აუცილებლად უნდა გააკეთოთ არჩევანი და გადადგათ ნაბიჯები მისკენ. კი ბატონო. კიდევ როგორ რას ფიქრობს თქვენზე კიდევ ეს ადამიანება გავიგოთ. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე ეს პიროვნება. კიდევ არ ვიცი როგორც ჩანს რაღაცა ისეთი სიტუაცია გაქვთ აშკარად ურთიერთობაში რომ ძალიან გაგეწელათ რაღაც ესეთი პერიოდი, აი გაჩერებული პერიოდი, ძალიან შეიძლება რამოდენიმე თვე აი ესეთ სიტუაციაში ხართ და კიდევ იმას ფიქრობს რომ კიდევ ანუ არჩევანია გასაკეთებელი რაღაცა, ბალანსია მოსაპოვებელი ამ ურთიერთობაში. აუცილებლად და მისგან გაქვთ ძალიან დიდი შანსი. ანუ ამ ურთიერთობას ზოგადად აქვს შანსი, რომ კარგი ურთიერთობა, ესეთი მსუყე და სტაბილური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ამას ფიქრობს თქვენზე. ეხლა გავიგოთ, რას გრძნობს თქვენს მიმართ ეს პიროვნება. გავიგოთ, რას გრძნობს თქვენს მიმართ ეს პიროვნება. რაც ახლა ესეთ სიტუაციაში ხართ, მიხვდა ეს პიროვნება, რომ თქვენს მიმართ აი უდიდესი ნება, ცეცხლი უკიდია, რასაც ქვია ამ პიროვნებას და ძალიან ენატრებით, აი უზომოდ ენატრებით ეს ემოციაც აქვს თქვენს მიმართ და უზომო მონატრების შეგრძნება აქვს ამ წუთას. ძალიან მოწყენილია უთქვანოთ და თავში აი ძალიან საკუთარ თავთან ბრძოლები აქვს სულ. ბრძოლები იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად თქვენ გელოდებათ, მაგრამ რადგან ძალიან ენატრებით და აი ესეთ სიტუაციაშია, უნდა თითქოს თვითონაც ნაბიჯები გადმოდგას, მაგრამ მაინც თავს იკავებს და მაინც მოლოდინის რეჟიმშია. ფიქრობს, რომ თქვენ ის არის თქვენი სტაბილური პიროვნება. აი ესეთი გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. კიდევ რას გრძნობს თქვენს მიმართ ეს პიროვნება? რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ ამ პიროვნებას? არ ვიცი, ვიღაცები შეიძლება იყავით ფარულ ურთიერთობაში ამ პიროვნებასთან და თავისი გრძნობებიც აი ესეთი ფარულია, რაღაცა თითქოს არ უნდა გამოტყდომა აი ამ თავის თავთანაც არ უნდა ამ ყველაფერში გამოტყდომა რაღაცნაირად. თუმცა რეალურად უნდა რომ ეს რაღაცა ბლოკები დასრულდეს თქვენ შორის და ტრანსფორმაცია განიცადოს ამ ურთიერთობამ და თავიდან დაიწყოს ყველაფერი და უფრო მეტად სამართლიანი იყოს თქვენთან ურთიერთობაში და თქვენც ასევე. უნდა რომ ამ ურთიერთობაში ძალიან ბევრი რამე შეიცვალოს. კიდევ რას გრძნობს თქვენს მიმართ, რა ემოციები აქვს ამ პიროვნებას? საინტერესო. ვიტყოდი ასეთ რამეს, რომ ვერ ვათქმევინე, ასე ვთქვათ, ამ პიროვნებას, ის ინდონეზე მალავს ამ თავის გრძნობებს, მაგრამ რასაც ამჟღავნებს, ეს არის ვნება. აი უდიდესი, უფრო წინა პლანზე წამოწეული აქვს თქვენს მიმართ უდიდესი ვნება, აი ცეცხლი უკიდია, რასაც ქვია და უდიდესი მონატრების შეგრძნება აქვს. ემოცია აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ასეთი, რომ აი უფრო მეტად გრძნობები ჭარბობდეს, ესე არა, უფრო მეტად ჭარბობს ვნება თქვენს ურთიერთობაში. ასევე დავამატებ იმას, რომ საკმაოდ დიდი ძალა გაქვთ ამ პიროვნებაზე და ის ფიქრობს, რომ აი უკვირს კიდეც რომ აი ამ ხნის განმავლობაში როგორ ვერ დაგივიწყათ. იმიტომ ვერ დაგივიწყათ, რომ აი უზომოდ დიდი გავლენა და ძალა გაქვთ ამ პიროვნებაზე. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ვისაც რეზონირდება, დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდება თქვენზე უпростоრად. ყველას ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის, ვინც მწერთ კომენტარებს და ასე შემდეგ. დროებით.